ლაშა ჯიოშვილი, რომელიც Facebook პოსტში განთავსებულ ვიდეოში პოლიციის სისტემაზე საუბრობს ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. მოსამართლე დავით პაპუაშვილი გადაწყვეტილებას 1 მაისს გამოაქვეყნებს. სხდომა დღეს 10 აპრილს გაიმართა. TV პირველის შიდა ქართლის ბიუროს ოპერატორს პოლიციელისთვის შეურაცხყოფის გამო შეუდგინეს ოქმი. საქმე 6 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოებს ეხება. ვიდეოების მიხედვით კერძო ავტომანქანის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია. შემდეგ კი აქციის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. მას კი ლაშა ჯიოშვილის თქმით პატრულმა ჯარიმა არ გამოუწერა, რის გამოც ჯიოშვილმა პოსტი გამოაქვეყნა და ვიდეოში შეიგინა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მას ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს. სამართლომ ვერ მიიღო, დღეს ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მარტივად არ არის ეგრე საქმე, როგორც ესენი მიჩვეულები არიან, რასაც დაწერენ, შემდეგ იმაზე თავი დაუკრან, იმიტომ რომ იქ უამრავი მტკიცებულება არსებობს ამის, რომ მე ეს სამართალდარღვევა არ ჩამიდენია არც ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის, არც ერთი პატრულის თანამშრომლისთვის. არ შემიგინებია, არასოდეს არ მიგინებია მათთვის, ასევე ვთხოვე რომ მოეკითხათ თავიანთ მეგობრებში, რომელთან ერთადაც მე მქონია 13 თვე ერთად ვიყავით თქო ჯარში და მოიკითხეთ თქო. პოლიცია ცდილობს ზღვარი წაშალოს გამოხატვის თავისუფლებაში. ანუ ადამიანები გვიკრძალავენ ჩვენი აზრის გამოხატვას, მათ შორის გინებით, ჩემს პირად Facebook პოსტებზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან რუსიშვილი, რომელმაც ლაშა ჯიოშვილს აღნიშნულ საქმეზე ოქმი შეუდგინა, მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. თქვა, რომ ყველაფერი სასამართლოზე წარადგინა. ყველაფერი სასამართლოზე არ წარმოდგენილი, ხალბატო, ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ ლაშა ჯიოშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო 173 მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.